გოგა, რამდენი ხანია ელოდებოდი ამ დღეს? დასაბარებო, მალე. სეზონის დამთავრებიდან მინდა გითხრა. ჩვენ მოვდივართ მარტო და რა ხდება, ჩვენი ბიჭები არ გვეწევიან? ჩვენი ბიჭები გამოვიდნენ კავშირზე და გამოვიდნენ თბილისიდანაც. ამიტომ სადღაც 1 საათიანი ჩამორჩენა აქვს. ანუ ვაცდიან რომ ჩვენ ჩავიდეთ, დავზოროთ ყველაფერი და შემოგვერდდებიან. კაი, შემდეგი გაჩერება სადა გვაქვს? მე მგონია რომ წალკასთან გავჩერდეთ, გადავხედოთ წალკის ტბას და შენს პატივი მივაგოთ ჩვენს სანადირო ადგილებს. მოგესალმებით მეგობრებო, პატივისცემით. და მოგილოცავთ დამდეგ სეზონის გახსნას, როგორც ყოველთვის ტრადიციულად. განწყობა ამაღლებული გვაქვს, ისევე როგორც თქვენ დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც თქვენ ჩვენს გზაში ვართ. ბატონო, ბევრი ჩვენთაგანი დარწმუნებული ვარ, რომ იგივე მარშრუტით არის ახლა და დღეს ბიჭები დაბინავდებიან ჩვენსავით, მოძებნიან მინდვრებს და ხვალიდან უკვე მევიდა ჩვენი დრო, როგორც სიტყვია რა. ჩვენ არ ვართ მარტო, ჩვენ ვართ მეგობრებთან ერთად, მეგობრები კიდევ მოვლენ ჩვენთან ერთად, უფრო მეტნი გავხდებით, რამდენი ადამიანი იქნება ჩვენს გვერდში. ბიჭო, უწყვეტ ნაკადად მოედინებიან შრომელებიო, ხო გაგიგია? გენაცვალე ჯაბა, მობძანდი ჩვენს გვერდში. ჩვენთან ერთად იქნება გოგლიკა ხელაძე თავისი ნინათი. სამწუხაროდ როლანდი გამოგვაყდა და გამოჯანმრთელებას უსურვებს შენ პატარას როლანდ. და შემოგვიერთდებიან სავარაუდოდ ბექა სამხარაძე და ავტოჩაპიძე თავთავიანთი ვიჟლათი და კუცხაარით და ასევე ბეჟო და აჩიკო შეიძლება შემოგვიერთდეს რათხარით კუცხაარით. ნახოთ მოკლედ რა და როგორ იქნება ჩვენი ამბავი. დარწმუნებული ვარ რომ მე და მალენი ძალიან კარგ ნადირობებს შემოგთავაზებთ. დღის განმავლობაში კიდევ მოვიძიებთ მინდვრებს, დავბანაკდებით და ალბათ როგორც ახალ წელს ხვდება ხოლმე. ხალხი ჩვენც ისე შევხვდებით დამდეგ სეზონის გახსნას. ნამდვილად ხახნო ყველა სეზონის მოახლოების წინ ჩვენი გულები ჩქარდება მონადირეების და თქვენც ასევე გისურვებთ ხახნო უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში გენადიროთ, ისე რომ რა ვიცი, ჩვენი გულები ნამდვილად გახარებული იყოს. ადგილი ალბათ იცანით ყველამ, ბეშთა შენთან ვართ. ტბაც კარგად ჩანს, თვითონ სოფელიც, სანადირო ადგილებიც, ნაწილი თქვენთაგანი აქ გახსნის სეზონს. მე და მალენმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაინც ნინო წმინდა ახალქალაქის სიყვარულში წავიდეთ. დამოყვებით, დროებით. გოგლიკ, უახლოვდებით საღამოს ტბას. ხომ არ შევჩერდეთ ცოტა ხანი? აუცილებლად მალენ მაგის გარეშე არ გამოვა ჩვენი მგზავრობა. ესეც საღამოს ტბა. ესეც საღამოს ტბა და როგორი ლამაზი არის, როგორი მშვიდია და როგორი კარგია. მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რომ ესეც დაცულებში შეიყვანეს თავის ტყიანად, ხო? კი, თავის ტყიანად. ხო, დაცული ტერიტორია არის და 500 მეტრი მიმდებარე ზოლზე ნადირობა არ შეიძლება. იხვები დაინახე? იხვები დავინახე, ესე რომ იყო ხო გაშლილი. მოახერხეთ გადაღება? კი, დავინახეთ, გადავიღეთ კიდევაც და მე ესე მგონია, რომ ეს იხვები ჩვენთან მოვლენ იქ მერე სანადიროთ და იქ ვინადირებს. სულ რაღაც 10 დღეში არა, 2 კვირაში და კვირაში. როდის იხსნება იხვზე? თუ არ ვცდები 10-ში. თუ არ ვცდები 10 სექტემბერს. მეგობრებო, როგორც თქვენ უკვე მიხვდით, გოგა დავტოვე და ჯაბა ჩემს უკან გავიყავით. სხვა მინდვრებზე გადავნაწილდებით და დავიწყებთ ძებნას. ამ მინდვრებს, რასაც ვუყურებთ, ძირითადად არის სულ კულტურით გავსებული და ჩვენ ვეცდებით მოვძებნოთ ველური ბალახი, სადაც შესაძლო არის იყოს ჩვენი მწყერი. როგორც ხედავთ, ნადირობა ფაქტიურად უკვე შესაძლებელი არის ამ მინდორზე. პირველივე კუთხე არის, სულ რაღაც 2 წუთის გადმოსულები არც ვართ მანქანიდან და უკვე შედეგი დადო ძაღლმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მინდორზე ნამდვილად ღირს ნადირობის ჩატარება. ოღონდ ხვალ. დღეს არა. თუ ხედავთ, იარაღის გარეშე ვართ. გოგა, სასიხარულოდ შემიძლია გითხრა, რომ მწყერი არის, მაგრამ საწყენად შემიძლია გითხრა, რომ არც თუ ისეთი დიდი მინდვრები არის რა.
ასე რომ მოგვიწევს ძებნა ხოლმე ტერიტორიების. ანუ ეგ არის პრინციპში მინდორი, სადაც შეგვიძლია შენ გახვიდე შენ ძაღლთან ერთად. კი, აი ეგეთი მინდორი არის, რომ ორი კაცი ინადირებს აქ რა. ორი კაცი ინადირებს. კონკრეტულად ასეთ აბებები მექნება, რომ ეგეთი არის რა. კი, ეს ადგილი შეიძლება რომ მოვინიშნოთ. კარგი გენეცო. აი შემოგევლე. იმ მინდორზე მე შემხვდა მწყერი. აქ ვერაფერი სასიხარო. ილოცავთ ჩვენი ახალი წლის დადგომას. სეზონის შემოგზავნებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს! თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დილამშვიდობისა მონადირეებო. ყველას გილოცავთ დამდგარ უკვე ახალ წელიწადს, მონადირეების ახალ წელიწადს. სანადირო წელს. ხო და როგორც ყოველთვის გისურვებთ უსაფრთხო, მაგრამ სასიამოვნო წარმატებით სავსე ნადირობას. გავეშურეთ უკვე იმ ლოკაციაზე, რომელიც გუშინ საღამოთი შევარჩიეთ მე და გოგამ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დავხვდება მწყერი და არ მოხდება ისეთი რამე, რაც თქვენ უკვე ლაივში იხილეთ, წუხანდელ ლაივში და ვინმეს მანოკი არ ექნება ჩადგმული. მოკლედ გამოვყევით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგ ნადირობას შემოგთავაზებთ. აფაქტო რომ ვიმსჯელოთ ჩვენ მაყურებელს აღარ უყვირს ჩვენგანაც ცოტათი დავგვიანდით. ვეპატიება გახსნა იყო ბატონო ჩემო და ცოტა შევყევით. ეხლა მე მგონი ის თუ არის რომ ჩქარი ხორუმის ეკვით შევუყვეთ ამ მინდორს. ხო, მაგრამ მე მოგიწოდებთ ესეთ რაღაცას მეგობრებო, რა თქმა უნდა, არავის არ გვესწავლება ეგ ამბავი, მაგრამ ვინაიდან ახალი შემოსულები ვართ მინდორში, ახალი გახსნილი არის სეზონი, იარეთ ნელა, ძაღლები არ ააჩქაროთ, იმუშავონ ძაღლებმა სიამოვნებით, თქვენც მიიღეთ სიამოვნება, მაგრამ ამავდროულად იჩქარეთ მინდორში შესვლა. იჩქარეთ ნელა, წამოწყობთ. კიდე ერთი წერი აფრინა, მაგრამ ვერ მოარტყეს.
გოგლიკ. ოპა. ბიჭო, რატო გამიჭედათო? ჯერ არ არის აღებული, ჯერ ძაღლს უკავია პირში. აი, ეხლა არის აღებული. ეგ როგორ ხდება? ხო, რა. ესეთი და სხვა მრავალი. გადასარევი. მოკლედ შედეგი გვაქვს. ჩარშანი ავიყვანეთ რამოდენიმე ნამკალში მე და მალენმა არჩიბალდის წყალობით. გახსოვს მალენ? კი, კარგად ვინადირეთ, ნამდვილად არ იყო ცუდი. დაურბით მაო, აბა. არც მწყერს არ უნდა რომ მონადირებული იყოს. Молодец, мой золотой мальчик. Дай. Арчи, дай, малыш. Дай. Бичебо, ეს არის. ყოჩახ. ჰა, ძაღლიც ეგეთი უნდა რა. რაღაცას ჩვენ ხვიწინ. არა, ჩოჩო. დიდი. აი ბიჭი. გაი ბიჭი ხარ. პატი მიგცა. რა კაი. ჩოჩორიო არ ვესროლა დიდია, და ესროლა. საღო, მინა მეგრელი რო იყოს, მეგრული ჩაგვიტარა თქო, ვიტყვი, მაგრამ ქუთეისური ჩაგვიტარა. აх, ჩვენიერი გოგლი გილოცაო. იგახედა მოგახატე ჩაუზარე გოგლი. არის რო წვრილიაო და არა, ისე იყო რა, აი. არა, წავა რა. წავა, დაფაზე არ უშავს. შესკენარი. ოპა, კარგი ხარ, არ დაკარგო. მიდი. აქ არის, დაიცა ნაბულზეა. ნახე, აქ არის, ნახე. ჩამოვარდა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოკლედ, მეგობრებო, პატარა შესვენების შემდეგ დღის მეორე ნახევრის მერე ვართ გამოსულები საღამოს პირზე, ასე რომ ვთქვათ, და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ გამოგვივა ნადირობა. აბა მიდი მაჩვენე სად არის მწყერი. აბა სად არის? აბა მაჩვენე ნინა. სად არის მწყერი? ყოჩა! კარგი ხარ ნინა? შენ გენაცვალე. შენ გენაცვალე, იპოვნა, ბიჭო არ გაუშვა, ეხა მიუტანე პატრონს, მიდი გაიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ თვალუწვდენელი მინდვრები არის, წყლის რაოდენობა ძალიან მწირია.
მოკლედ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მეგობრები ბრუნდებიან ნადირობიდან. როგორ გამოგივიდათ პატივცემულო? კარგად და GoPro-ს გაკეთება თავზე დამავიწყოთ. რას ლაბარაკო? აბა. გვაჩვენე მაინცაა ნამუშევარი. ამოვალა. ბიჭო, მე 3 ცალი მოვინადირე, მეტი ვერა, ისიც აი ერთად სანამ ვიყავით და მე ცალკე რო ვიარეთ, ვერც ვერაფერი რა. შენ რა გამოგივიდა? 2 ცალი. ბიჭებს გამოვიდათ რამე? ბიჭებს კი აი. 1 ცალი? 1 ცალი. ვა, გილოცავთ. რომელი არის? ეს მარტო კამ შენ, ხო? ნახე რა კარგად გამოგივიდა, ბიჭო. აი ეს არის ამის გამკეთებელი. ოჩა. ვახ. მოდი მეც დავამატებ რა. მეც დავამატებ. ეცას ვერ ვამატებ, ვერ ვნახვე. ვა, ვერიპოვეთ. აი აქ დავტოვეთ ადგილი პატარა. აი აქ უნდა ყოფილიყო. ზომაშს ესეთი იყო. კაი, მოკლედ მე როგორც ხვდები, ყველანი ვართ კმაყოფილები და ამ ნოტაზე შეიძლება ვთქვათ, რომ სეზონი გაიხსნა, კარგად გაიხსნა. კმაყოფილები ვართ აბსოლუტურად სულ ყველანი და თქვენ კიდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ხვალინდელ ნადირობასაც შემოგთავაზებთ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეგობრებო, დილამშვიდობისა, გაგვითენდა 24 აგვისტო, დღე მეორე ნადირობის. მეგობრები, რომლებიც მოგვეხმარებიან ამ მინდორზე, ასე ვთქვათ, დაგვყვალიანებეს, უნდა შევიდეთ, როგორ შევიდეთ, გუშინ უნადირიათ და საკმაოდ კარგად, წარმატებულად, ხო, მე როგორც ხვდები. საბოლოო ჯამში რამდენი გამოგივიდათ? სადღაც 60 სალამდე დღიანი 60 დილის და საღამოს ნადირობა. გადასარევი. ანუ ფაქტობრივად ლიმიტები გაქვთ შესრულებული რა. გადასარევი და დღეს კიდევ ნახოთ, აბა რა გამოგვივა. ნადირობაში ხო ბევრი რამეა ლამაზი და კარგი, მაგრამ აი ეს სცენა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არის შვილია შენი? აი მამა-შვილი რო ერთად ნადირობს. ძალიან მაგარია. ვაშკაც რა ქვია ძია შენ? დათუნა. როგორ ხარ ძია? არიღლები? ეხლა ჩვენ რო ვიყავ ჯულშურის მაგასწავლე. შორს იყავი? იქეთ გასული? შეშემოგე. ძალიან სასიამოვნო არის რა ამისთანა კადრის დანახვა. ბიჭო, რატომღაც დამკალისკენ გამომიწია გულმა? შენი ძაღლი მაგას სულ ყოფნის მაგ ტერიტორიას. ჩემთანაც ახლოს არის. ხო და ერთი იქნება ნამკალში იყოს რამე თქო. ჩაუყვებით აი ამ ზოლს კარტოფილის კიდეს და ვნახოთ ძაღლები თუ ამოიყვანენ რამეს. ჩემთან. ეგე წერი არის. კარგი ხარ გოგა. სხვებიც უსტვენენ და ძაღლი რეაგირებს რა მაგ სტვენაზე. ხო და მაგიტომ მე სხვა სტვენა მაქვს. ერთია სტვენა, აი მოკლე სტვენა რა, იმისთვის რომ ძაღლს გავაგონო მე სად ვარ. და მეორე სტვენა მაქვს. როცა ძაღლი რასაც არ უნდა აკეთებდეს, უნდა მოვიდეს ჩემთან. კი, ძალიან უყვარს და მგონია რომ არის კიდევაც. აი შენს უკან. Арчи, пошли, малыш. Дай, малыш. Дай, ну, Ай, априна.
პირველი მწყერია შენ ცხოვრებაში. მე როგორი იყო ემოცია? რა შეგიძლია უთხრა დამწყებ მონადირეებს? აი რამე არის. ძალიან აი რამე არის. თოკო, შენთვისაც პირველი მწყერი იყო დღეს? დღეს არა. გუშინ იყო პირველი, ხო? დღეს მეორე. მე აი რას ფიქრობ ახლა? როგორი არის მწყერის ფრენა, განსხვავდება თუ არა სხვა ფრინველებისგან? ანუ ადვილი გამოსარჩევია თუ არა? გამოსარჩევი ადვილი არის. სხვა ფრინველისგან განსხვავებით, ხო, რაღაც ხმაც სხვანაირი აქვს ამას. და უკვე არჩევ რა. პირველად გამოვედი ახლა რეალურად ხო სანადიროდ. და ანუ ერთი გასვლა არის რომ მიხვდე რა პრაქტიკაში რომ რომელიც როგორ დაფრინავს გუშინ მაგალითად ყველა ფრინველზე იმას ვიზებდი უკვე თოფს ვიზებდი რა. ხო. ვამზადებდი და ეხლა უკვე აღარ რა ანუ ირჩევა. ანუ ადვილად სწავლებადია. კი, არა, ირჩევა. Молодец, Арчи. Молодец, мой золотой мальчик. Хо-хо. Умница, малыш. Молодец, мой золотой мальчик. Хороший мальчик, хороший. И мой золотой. Дай? ერთი კაი ვარიანტის დაფიქსირდა. საკმაოდ შორს ჩამოვარდნილი აღმოჩნდა. ძაღლის წინიდან ამოვიდა. დაინახეთ ხო სად ჩავარდა? ის წინა დაიმახსოვრე? დაიმახსოვრე? ხო, შენიერია. და ჩაიდე შენ. ეს რა ლაფსუსი დაგვემართა, ბიჭო? ორჯერ ხო ვისროლ? ერთი აქეთ ასავისროლე, აქეთ კიდე წავიდა. ერთი მაგას ვისროლ, ერთი უკანა. მე ერთი კიდე აქეთ წავიდა. არა, ორ სამი აფრინდასო. მოდი აბა ამაში ნახეთო. ის აიღე? აქაც და აქაც. სამი ცალი მოვკალით. ტო და. მოდი ნახე. შახო. ფო, კაი ხარ. ოჩ. მან ჩაჯდა სადღაც. Арчи, пошли, малыш. Молодец, Арчи. Умница, малыш. Умница, мой золотой мальчик. Молодец, мой хороший. Ты мой хороший мальчик. Эй, красивая собака. Арчи, дай. საკმაოდ მძიმე მწყერია, საკმაოდ. ბატონო გოგა, რა სიტყვით? ამით მორჩა ჩვენი ნადირობა ამ მხარეში, მე მგონი არა? დიდი მადლობა ჯავახეთს, დიდი მადლობა ახალქალაქს და ნინოწმინდას, კარგი იყო რა. ჩვენივად
გავხარჯეთ კარგი ენერგია, კარგადაც ვისროლეთ და მე ყოფილი ვარ და დასიამოვნებია რა. ყველას ვურჩევ ჩემო მეგობრებო, ვისაც ჯერ თოფი არ შეგიძენიათ, შეიძინეთ, ინადირეთ. იყავით ჩვენს გვერდში, ერთმანეთს ხვდებით ხოლმე სანადირო სავარგულებში ძალიან ხშირად ადამიანები და კიდევ უფრო უკეთესად ყალიბდება ჩვენ შორის ურთიერთობა, რასაც მეგობრო გაქვია. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.